გამარჯობათ, შემოგავამწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. რატომ არ გწერთ? ნახოთ, ვინ არის თქვენი ადამიანი. ის არის ადამიანი გონიერი, თავის წლებთან, ასე ვთქვათ, შეუფერებელი სიბრძნე აქვს მას, ანუ ძალიან ბრძენია. თითქოს მას პასუხისმგებლობა აქვს ადრეული ასაკიდან აღებული თავის თავზე და მთელი მისი ცხოვრება მიყვება ამ ხაზს, ასე ვთქვათ. ის ამ მომენტში ფიქრობს, გეგმავს საკუთარ მომავალს. ორიენტირებულია მატერიალურ სიკეთეებზე, ასე ვთქვათ, ფინანსები, სამსახური, ბიზნესი და ასე შემდეგ. კარგით. ვინც იცანით თქვენი ადამიანი, ასე ვთქვათ, რატომ იკავებს ის თავს თქვენთან კომუნიკაციაზე ახლა? დავსვათ ასეთი კითხვა. ეს შენია, ძვირფასებო, რისი ეს შენია ასეთ ჭკვიან ადამიანს? მას გონია, რომ ეს არის უაზრო ენერგიის ფლანგვა, ფუჭი ენერგიის ხარჯვა და ეშენია, რომ ენერგია, ასე ვთქვათ, უაზროდ არ დახარჯოს. მას ენერგია ამ მომენტში სჭირდება ფინანსების მოსაპოვებლად და გეგმების, ასე ვთქვათ, შესადგენად. და რატომ თulis ის, რომ თქვენთან მოწერა ნიშნავს ენერგიის ხარჯვას, რაღაც რესურსის გადინებას უაზროდ. ამას რატომ თulis? დასრულებულია ურთიერთობა მისი აზრით, ძვირფასებო. ასეთი კარტი ამოვიდა. კარგით, თუ მართლაც დასრულებულია ურთიერთობა, მაშინ რატომ გაქვთ თქვენ ეს კითხვა, რომ რატომ არ მწერს? იმიტომ, რომ თქვენ მას ელოდებით. კარგით, გადმოთ გავს ნაბეჯებს, მას შევნახოთ. ეცეთ როგორ არის? ანუ მას სურს, რა თქმა უნდა, გაიგოს თქვენი ფიქრები. ანუ თქვენ რას ფიქრობთ მასზე? თქვენ გსურთ, რომ მან ნაბიჯები გადმოდგას? თქვენ გსურთ, რომ მან იმოქმედოს? ამ ეტაპზე ის არჩევს, უბრალოდ მას ურჩევნია სიჩუმე, მას ურჩევნია, ასე ვთქვათ, გაარკვიოს თავისი გზებით, თავისი რესურსებით. იქნებ თქვენ აღარ გსურთ მასთან ურთიერთობა. მას ძვირფასებო გონია, რომ თქვენს გვერდით არის უკვე სხვა. ეს არის მისი აზრი, რა თქმა უნდა. და აინტერესებს ამის გარკვევა, რომ ეს მართლაც ასე არის თუ არა. თუმცა ხვდება, რომ თქვენგან პირადად ამას ვერ გაიგებს. კარგით. ნახოთ, სურს მას თქვენთან ურთიერთობა. ანუ დაბრუნდეს. ეცეთ როგორ არის? ის გეგმავს აუცილებლად დაბრუნებას, გეგმავს. თუმცა მას მიაჩნია, თითქმის დარწმუნებულია, რომ თქვენ ის აღარ გეყვართ, თქვენ ემოცია მის მიმართ არ გაქვთ. თქვენ ის არ გიზიდავთ. რატომ? იმიტომ, რომ თქვენგან ხედავს გულგრილობას, აბსოლუტურ გულგრილობას. თქვენ არიჩენთ ინტერესს მის მიმართ. ამიტომ ის გეგმავს თავიდან ნელი ნაბიჯებით
შემოვიდეს, ასე ვთქვათ, თქვენთან ურთიერთობაში, შეიძლება ეს იყოს მოწერა რაღაცის, მიმოწერა, შემდეგ აქტიურად გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში და დაიწყებს, ასე ვთქვათ, გარკვევას და ბრძოლას ერთდროულად. ასეთია მისი გეგმა და შეძლებს ის ამ გეგმის განხორციელებას. ფასება ნახეთ რა უსაყვარლესი. ისეთი კარტები ამოგვდით. ეცით რა, მე ასე ვიტყოდი, რომ გენდომებათ, მე თქვენი ის, ანუ ამ კარტების მიხედვით, როგორ არის თქვენს გვერდით, მე მგონი მართლაც ან არის უკვე და ან იმ დროისთვის, როცა ეს ადამიანი გააქტიურდება, უკვე იქნება ადამიანი, რომელიც თქვენ შეგეყვარებთ და თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს, ანუ ისეთ მოქმედებებს, რაც თქვენ შეგეფერებათ და რაც თქვენ გსურთ საყვარელი ადამიანისგან. და აქედან გამომდინარე, საკითხი არ დგას ასე, რომ ის იმოქმედებს თუ არა. საკითხი დგას ასე. თქვენ ის გენდომებათ, თქვენ მას მიიღებთ? მოდი დავსვათ ეს კითხვაც. ხა უმრავლესობა თქვენგანი იტყვით, რომ მე კი ვიცი რას ვიზამ და ასე შემდეგ. არსებობენ ადამიანები, ვისაც აინტერესებთ ასეთი კითხვებიც, ძვირფასო ჩემო გამოწერებო და ძალიან მიხარია, რომ იზრდება თქვენი რიცხვი. გთხოვთ, ვისთანაც რეზონირებს, გამოიწეროთ ეს ჩემი ახალი არხი. თქვენ გენდომებათ, დავუშვათ ის თუ გააქტიურდება, მიიღებთ მას. ახლავე გაგეხმოვანებთ ძვირფასება, ნახეთ როგორი კარტები ამოგდეთ. ესე იგი, თქვენ იცით როგორ ხართ, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი თქვენ გეკუთვნით, რას საკვირველია და რა თქმა უნდა. ოღონდ ამავე დროს თქვენ ფიქრობთ, რომ იგივე სცენარში შესვლა, რასაც ის გთავაზობთ. თქვენთვის იქნება სისულელე თქვენი მხრიდან. რაღაცა დაგვარია. კარგით. რომ დათანხმდეთ, მოდი ასე დავსვათ კითხვა. ამ კარტებიდან ყველაფერი ნათელია, მაგრამ მაინც დავსვამ ამ კითხვას. რომ დათანხმდეთ თქვენ მას ურთიერთობაზე, თუ კი მისგან წამოვა ინიციატივა. რას მოგიტანთ თქვენ პირადად ეს? ეს არის რისკი. ესე იგი, ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა არის რისკი ძვირფასებო. შემდეგ არის ის, რომ მართალია სტაგნაცია დასრულდება თქვენ ცხოვრებაში, თუმცა მაინც რაღაც აქ არის სინანული, როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ, ფიქრობს, რომ ჯობდა სხვანაირად ემოქმედა, ანუ თქვენ. რატომ? იმიტომ, რომ ის მანიპულირებს თავისი სტაბილურობით, ის მანიპულირებს მისი პიროვნებით, მისი ხრიკებით, მანიპულაციებით, პირდაპირ რასაც ვერ ამბობს, აკეთებს საქციელებით, ან შეიძლება პირდაპირ რაღაცას სხვას ამბობს და მისი ქცევა სულ სხვა რამეზე მეტყველებს, ასე ვთქვათ. დომინანტი იქნება თვითონ, ამიტომ ეს არის რისკი ძვირფასებო. თუ ის
შემოგთავაზებთ მასთან ურთიერთობას, უნდა დაფიქრდეთ ღირს გარის კვად, ასე ვთქვათ. აი